რა კითხვებს აჩენს ოცნების ხელისუფლების მიერ აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება. შეიცვალა თუ არა პირობები და მოუწია თუ არა საქართველოს რამის დათმობა. ლაპარაკია ბაქოში ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომელიც როგორც ოცნების ხელისუფლება ირწმუნება აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას გულისხმობს. მაგრამ მაშინდელი ხელშეკრულება საერთაშორისო კონსორციუმთან გაფორმდა, ახლა კი ხელმომწერი მხოლოდ კომპანია სოკარია. კიდევ რა ცვლილებები მოხდათ თვალში სპეციალისტებს და რა ეჭვებს აჩენს ახალი ხელშეკრულება, თამარ დემეტრაშვილი გააგრძელებს თემას პირდაპირ ეთერში. დიახ, კითხვები აზერბაიჯანში გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ამ დრომდე ბუნდოვანი რჩება და როგორც ჩანს ოცნების ხელისუფლება ამ ბუნდოვანების გაფანტვას არც აპირებს. მიზეზად ტრადიციულად კომერციული საიდუმლოებას ახალდება. არდა კითხვები თავად ხელისუფლების მიერ გავრცელებულმა ოფიციალურმა ინფორმაციამ გააჩინა. ტრანზიტის სანაცვლოდ 500 მილიონი კუბური მეტრი გაზის შეღავათიან ფასად მიწოდებაზე ხელშეკრულება საქართველოს 23 წლის წინ საერთაშორისო კონსორციუმთან გააფორმა, რომლის კუთვნილებაშიც არის ბაქო-თბილისი ერზერუმის გასადენი. ახლა კი ამ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე ხელმომწერად სოკარია დასახელებული. რატომ ეს კითხვა უპასუხოა? ასევე უცნობია მოწოდებული გაზის ფასიც. არდა წინა ხელშეკრულების პირობებში 1000 კუბურ მეტრ აირს საქართველოს მხოლოდ $70 ყიდულობდა. გაუარესდა თუ გაუმჯობესდა ეს პირობები? კითხვა ასევე უპასუხოა. რა დათმო საქართველოს ან რა მიიღო აზერბაიჯანმა? საზოგადოებისთვის არც ესაა ცნობილი. ამ პირობებში კი მხოლოდ ვარაუდების გაკეთება შეიძლება და ის უკავშირდება სატრანზიტო გასადენში საქართველოს ადგილს. საქმე ისაა, რომ წლების განმავლობაში ქვეყანა ბუნებრივ აირს სწორედ საერთაშორისო გარანტიებით დაცული ბაქო ერზერუმის გასადენით იღებდა. თუმცა 3 წლის წინ საქართველოს გაზმომარაგება ძველ საბჭოთა ამორტიზებულ გასადენზე გადაერთო. ახალ გასადენში საქართველოს ადგილი კი აზერბაიჯანს გადაეცა. ოფიციალურ მიზეზად ომის გამო ევროპის გაზით უზრუნველყოფა დასახელდა. ეს კი ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს საშუალება მიეცა 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაატაროს ამ გასადენში და ევროპაში უფრო ძვირად გაყიდოს. არ უნდა დაგვაუწყდეს ისიც, რომ მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სუსში სწორედ ქვეყნის გაზმომარაგების უსაფრთხოების თემაზე დაიბარეს. ამ საკითხს მოგვიანებით გაგრძელება აღარ მოყოლია. დავითაშვილი კი სოკარის მიერ ახლად შეძენილ იტალიანა პეტროლის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. რა გაგრძელდა? თუ გაგრძელდა სოკარი რა შუაშია? რატომ არაფერს ამბობს ბრიტიშ პეტროლიუმი, ტოტალი, რომელიც ასე მონაწილეობს საერთაშორისო კონსორციუმი რატო დუმს? თუ მორჩა ეს ყველაფერი, ის 500 მილიონი კუბური მეტრის გატარების სივრცე დავკარგეთ ჩვენ და მხოლოდ 1 მილიარდი დაგვრჩა, რომელიც აზერბაიჯანს მივეცით გაურკვეველი ვადით და უკვე ფაქტობრივად ჩვენ ვყიდულობთ უკვე აზერბაიჯანის გაზს. ამას არ აქვს მხოლოდ ეკონომიკური მხარე. საერთაშორისო კონსორციუმის საკუთრებაში არსებულ გაზს იყიდი თუ აზერბაიჯანულ გაზს, მას ხო პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია. ამიტომ დღემდე არსებული მდგომარეობა გაუარესდა თუ გაუმჯობესდა. და რაც თავარია, რა ფასად დაიდო ხელშეკრულება. როდესაც დღეისათვის ის იყო $70 1000 კუბური მეტრი. ირაკლი კობახიძემ დღეს არც ერთ დამაზუსტებელ კითხვას პასუხი არ გასცა, რაც სპეციალისტებს მეტნაკლებად შედარების საშუალებას მისცემდა, თქვა რომ ბაქოში გაფორმებული დოკუმენტი კომერციული საიდუმლოა. არადა ძველი ხელშეკრულების პირობები დიდწილად ცნობილი იყო. 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი ხელშეკრულებით $70 იღებს. კობახიძემ არც ის დააზუსტა, რომელი გასადენიდან მიიღებს ქვეყანა ბუნებრივ აირს. ახალი და დაცული ბაქო ერზერუმის თუ ძველი ყაზახის საგურამოს გასადენის. საქართველოს მიიღო იდეალური პირობები, თქვა კობახიძემ და საზოგადოებას ისხარჩება მას სიტყვაზე ენდოს. სამწუხაროდ არ შეგვიძლია ხელშეკრულებების დეტალების დაკონკრეტება, მათ შორის მოცულობებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა იქნება უზრუნველყოფილი არა მხოლოდ სათანადო ფასით, არამედ სათანადო მოცულობებითაც. პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ბუნებრივია, ქვეყანამ მიიღო მრავალწლიანი გარანტია, როგორც ფასების ნაწილში, ასევე მოცულობების ნაწილში. ანუ რამდენად შეიცვალა ჩვენთვის პირობები, ეს არის გაუარესებული პირობები, გაუმჯობესებული პირობები თუ აი რას მიიღეთ? საქართველოს მიიღო იდეალური პირობები, რაც მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ამ შეთანხმების გათვალისწინებით ჩვენ შევძლებთ არსებული ტარიფების შენარჩუნებას.
აქვე უნდა ვთქვათ იმ რისკებზეც, რაც აიგრის ძველი გასადენით მიღებას უკავშირდება. ყაზახის აგურამოს გასადენი არის ძველი და ამორტიზებული. ის ფაქტობრივად თავისი გამტარობის მაქსიმუმზე მუშაობს და თუ ქვეყანას მეტი დასჭირდება მოხმარების ზრდიდან გამომდინარე, შესაძლოა ვეღარც გაატაროს ფიზიკურად და დაზიანდეს. ამ პირობებში კი ლეგიტიმურია კითხვა, რის სანაცვლოდ დათმო საქართველოს თავისი წილი პოლიტიკურად და ტექნიკურადაც უკვე უსაფრთხო საერთაშორისო მილსადენში.